ომის დასრულება და ეგრეთ წოდებული Deep State-ის დამარცხება. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ასორი პრიორიტეტი საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს ემთხვევა. სწორედ ამიტომ ქართული ოცნება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მნიშვნელოვან გარდატ ეხასელის. თუმცა მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მოლოდინი გადამეტებული არ უნდა იყოს. დემოკრატიული პარტიის საძირკვლის გამოთხრა ნაწილობრივ სწორედ იმ ამომრჩეველთა გაუცხოებითაა განპირობებული, რომელთაც არ სურთ ხმა მისცენ მათ, ვინც ომის პარტია დაღიქმება. ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არ ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ. ერთი ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე Deep State-ის დამარცხება. Deep State, რომელსაც ხშირად მოიხსენებენ ტრამპი და მისი თანამოაზრეები, როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, რომელიც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, ხო? თურმე აღმოჩნდა მაგალითად ჰილი ძალიან გავლენიანი გამოცემა თავად წერს რომ ომის პარტია იქცა მოქმედი ადმინისტრაცია. როდესაც არის Deep State-ზე ეგრეთ წოდებულზე საუბარი, რასაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები საუბრობენ და მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები განსაკუთრებით, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს. ამისი ავტორები, ვის გავლენებზეა საუბარი, ჩვენ პირობითად თუ არაპირობითად შეგვიძლია მოიხსენიოთ გლობალური ომის პარტია და ნებისმიერ გლობალური ომის ძალება და ასე შემდეგ. დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. თავარი არის, რომ ღირებულებითად ერთ-ერთ მთავარ და წამყვან ქვეყანაში მოვიდა ძალა, რომლის კიდევ ერთხელ ხაზს უსვევ პასიულობებიც, ხედვაც პოლიტიკური აბსოლუტურ თანხმდრაშია ჩვენი გუნდის ხედვასთან და პასიულობებთან და სტრატეგიასთან. რა თქმა უნდა, გამოწვევები ექნება, რა თქმა უნდა, როდესაც თვითონვე საუბრობენ Deep State-ზე და მის გავლენებზე არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ ამგონია, რომ მარტივი ესე ვთქვათ ამოცანა იყოს ამის აღსრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე საუბრის დასაწყისი მოყვება კონკრეტული აკენის ინსტიტუტი და მისი თანამდებობის პირები არიან უბრალო ინსტრუმენტები და საცეცები იმ ოლიგარქიული არაფორმალური გავლენების, რაც მოიხსენება მაგალითად ტრამპის და მისი მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ Deep State-ად და მათი ეს ათოსი მიმელდება მას შემდეგ, რაც ტრამპი ვივარაუდოთ, რომ და იმედი გქონდეს მოერევა Deep State-ს და არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენას.